ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს მოგესალმებით. ფინანსური პირამიდის ნიშნები საქართველოში ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს. დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ქვეყნის მთავარი ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ რისკიანი ფინანსური ოპერაციებისა და ფულის ისეთ კომპანიებში დაბანდებისგან, რომლებიც მოსახლეობას არაადეკვატურად მაღალ სარგებელს თავაზობენ. განცხადებაში კომპანიები არ კონკრეტდება, თუმცა ხაზგასმით არის მითითებული, რომ მათზე ზედამხედველობას ეროვნული ბანკი არ ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიებთან საქართველოს ეროვნულ ბანკს არანაირი შეხება არ აქვს. ესენი არ გახლავთ ფინანსური ბაზრის მოთამაშეები, რომელიც რაიმე ტიპის ზედამხედველობას, ან თქვა კონტროლს დაექვემდებარება ეროვნული ბანკის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობთ და ინფორმაციის ერთადერთი წყარო არის სწორედ ის სარეკლამო კომპანიები, რასაც აღნიშნული კომპანიები ბოლო პერიოდში საკმაოდ აგრესიულად აწარმოებენ. ზუსტად ამიტომ ჩვენ მინდა რომ გაფრთხილებით ვიმართოთ მოხმარებლებს, მოქალაქეებს, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდონ გადაწყვეტილებას, როდესაც ისინი დააპირებენ თავიანთი სახსრების რომელიმე კომპანიაში განთავსებას. ეს რაც შეეხებოდა ეროვნული ბანკის დღევანდელ განცხადებას, გადაცემას სხვა თემით ვაგრძელებთ. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა. პროექტების წარდგენა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე დაწყებულია. ბოლო ვადა კი 11 მარტია. ჩვენი გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ, სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს დღეს თენგი შერგელაშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე. ბატონ თენგიზ, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დღეს გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომელი პროექტები განხორციელდება რეგიონში, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ. პირველ რიგში განმარტება რომ გავაკეთოთ, ვის აქვს უფლება რომ წარმოადგინოს ეს პროექტები და ამის შემდეგ დაფინანსდეს. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ როგორც იცით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი როდესაც დამტკიცდა, თავად სამინისტროს ბიუჯეტი უკვე განსაზღვრულია 901 მილიონით და იქ წინასწარ არის იმ პროექტების ჩამონათვალი, რომელიც უნდა განხორციელდეს. ეს 200 მილიონი ამასთან კავშირში არ არის, ის ჩვეულებრივ როგორც დაეგმილია განხორციელდება. გარდა ამისა, ბიუჯეტში არის რეგიონში განსახორციელებული პროექტების ფონდი, რომელიც გასულ წლებში რეალურად წარმოადგენდა აი ვადაღებული სარეზერვო ფონდის გაგრძელებას ხშირ შემთხვევაში, როდესაც ფაქტობრივად მიიღებოდა აბსოლუტურად ქაოტურად და უსისტემურად გადაწყვეტილებები, სუბიექტური გადაწყვეტილებები, არანაირი სისტემა არ არსებობდა ამ პროექტების შერჩევისა და შესაბამისად იყო გაუმჭირვალეც და შესაბამისად არაეფექტურის შემდგომ. თქვენ აცხადებთ, რომ გარკვეულ სისტემაში მოაქციეთ ეს პროცესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სახსრებიდან სკოლია ბიუჯეტში ამ მუხლით გათვალისწინებულია ჯამში 400 მილიონზე მეტი, გარკვეული ნაწილი 200 მილიონი გამოიყოფა დაიხარჯება იმ სისტემით, რომელიც გაიწერა მთავრობის დადგენილებით, რომელიც გულისხმობს გარკვეულ პროცედურებს და კრიტერიუმებს. რაც ნიშნავს შემდგომს, რომ არსებობს რეგიონული განვითარების კომისია, რომელიც თავის სხვა ფუნქციებსაც ასრულებს, გარდა ამისა, ის მუშაობს სხვა საკითხებზე, თქოს რეგიონული განვითარების სტრატეგიების და შემდეგ. როგორ არის ეს კომისია დაკომპლექტებული? ამ კომისიას ხელმძღვანელობს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ამ შემთხვევაში მე. შიგნით შედიან რამდენიმე სამინისტროდან მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი, ცოტა უფრო მეტად არის ჩვენი სამინისტრო წარმოადგენელი. ანუ ის არის სამთავრობო კომისია, რომელიც მინისტრის მოადგილეების და სხვა თანამდებობის პირებისგან შედგება. გარდა ამისა, მას ჰყავს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედარებით უფრო, ვთქვათ, პირველად სამუშაოებს ატარებს და უშუალოდ ურთიერთობს თვითმმართველობებთან. პროექტების შემოტანა მოხდება თუ ის არის მუნიციპალიტეტის მნიშვნელობის მუნიციპალიტეტების მიერ, თვითმმართველი ერთეულების მიერ უბრალოდ, რადგან შედიან აქ თვითმმართველი ქალაქების და მუნიციპალიტეტებიც და ასევე თუ ეს პროექტი, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი შეეხება ორზე მეტ თვითმმართველ ერთეულს, ეს ნიშნავს, რომ რეგიონული მნიშვნელობის არის და ამ შემთხვევაში აპლიკანტი, ასე ვთქვათ, შეაუტანია ამ პროექტისა, იქნება სამხარეო ადმინისტრაცია. პროექტების შემოტანის ბოლო ვადად განსაზღვრა კომისიამ 11 მარტი. და ასევე განსაზღვრა სარეკომენდაციო პრიორიტეტული მიმართულებები. ეს პრიორიტეტების მიხედვით თქვენ შეარჩიეთ 3 მიმართულება: სასხმელი წყლის, ხიდებისა და ნაპირსამაგრის სამუშაოების შენება, რეაბილიტაციის პროექტები. ანუ რატომ მოხდა ამაზე გაკეთება? ეს მოსახლეობასთან ჩატარდა რაიმე სახის გამოკითხვა თუ უბრალოდ ეს ერთის მხრივ ტარდება ანალიზი იმ უამრავი წერილისა, რომელიც ყოველდღიურად მოდის სხვადასხვა რეგიონებიდან და გარდა ამისა ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ წყლის გაერთიანებული კომპანია
რომელიც ჩვენს სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ძირითადად ოპერირებს ქალაქებში. მას ძალიან მცირე რაოდენობის სოფელთან აქვს შეხება. მუნიციპალიტეტებს მეორე მხრივ არ აქვს საკმარისი სახსრები ამ წყლის სისტემის მოსაგვარებლად და საქართველოს სოფლების ძალიან დიდ ნაწილში სასმელი წყლის პრობლემა არის პრობლემატური. ჩვენი საბოლოო სტრატეგიით 21 საუკუნეში უნდა მივიდეთ იქამდე, როდესაც სასმელი წყლის პრობლემა არც ერთი მაცხოვრებლისთვის არ იქნება პრობლემა. ამ მხრივ ამ პრიორიტეტის გამოცხადება მნიშვნელოვანია, როდესაც ფაქტიურად ამ სფეროს პატრონი არ ყავს და მეორე მხრივ არის სერიოზული პრობლემები სოფლების უმრავლესობაში. ამიტომ სასმელი წყლის პრიორიტეტულობა ამ მხრივ ეჭვს არ ეწევთ. მეორე მხრივ რაც შეეხება ადგილობრივ გზებს, იცით რომ ჩვენი სამინისტრო ძირითადად მუშაობს საერთო სახელმწიფოებრივი და შიდა საერთაშორისო მნიშვნელობის და შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე. ადგილობრივი გზები არის თვითმმართველობის კომპეტენცია, მაგრამ ამ ეტაპზე მათი ფინანსური რესურსები იძლევა გარკვეული სამუშაოების ჩატარების საშუალებას, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი ლოკალური გზები, რომლებიც აკავშირებს თემებს, სოფლებს და ასე შემდეგ, ამ სოფლებთან დაკავშირებით ჩვენ გამოვაცხადეთ პრიორიტეტი ადგილობრივი გზები და ხიდები, იმიტომ რომ ხშირად ის მცირე ხიდები, რომელიც ადგილობრივ სოფლებში არის, პრობლემატურია, ძალიან ბევრი წერილი მოდის ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უბრალოდ პრაქტიკიდან უნდა ამოვიღოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც მოდის ჩვენთან წერილი, ხიდის გაკეთება 1 მილიონი ან რაღაც თანხა ხო გორზე მითითებული. ასეთი წერილებით პროექტები არ უნდა ფინანსდებოდეს. ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ მოხდება კონკრეტული გათვლები? მოგახსენეთ დეტალურად მაგას ეს მოიცავს ძალიან უფრო მეტ ინფორმაციას, რამდენ მოსახლეს ეხება, რა სიტუაცია, როგორ შეიცვლება მდგომარეობა, ანუ მთელი ფორმა არის დადგენილი მთავრობის დადგენილებაში, განსაზღვრული მის დანარჩი, რა ფორმით უნდა იყოს ეს ინფორმაცია წარმოდგენილი. მოხდება მათი განხილვა, შემდგომ როცა მოწონება მოხდება, უკვე გადაიგზავნება მოთხოვნა, რომ მომზადდეს დეტალური ხარჯთაღრიცხვა დეტალური პროექტი და უფრო მეტიც ფული გადაერიცხება, ფინანსური რესურსები გადაერიცხება, რომ მოხდეს შესყიდვა უშუალოდ დაპროექტების მომსახურების და უკვე შემდგომ უკვე წარმოდგენილი იქნება დეტალური პროექტები და საბოლოო ჯამში უკვე დეტალური პროექტები. ეს ხوار გაიწელება დროში ეს პროცესი არის. ეს დრო. ჯერ პროექტის დაწერა, მერე შემდეგ ასე. მოგახსენებთ, რომ დროები, ვადები გაწერილია, შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იმ ვადებში, რაც სეზონურობა მოითხოვს ამ სამუშაოების, ისიც რომ ძირითადად სამშენებლო პერიოდი უპირატესად უკეთესი არის აპრილიდან, თქვათ, სექტემბერში, თუმცა გააჩნია რეგიონი, სხვა რეგიონში სხვა სიტუაცია. იმ პერიოდში ძირითადი აქტიური სამშენებლო პერიოდის ფაზისთვის ეს პროცესები დასრულებული იქნება. ეს წელს. რაც შეეხება მომდევნო წელს უკვე შემოდგომიდან დაიწყება მომდევნო წლის პროექტების შერჩევის პროცესი და იქ გაცილებით მეტი კრიტერიუმი იქნება და გაცილებით მეტად იქნება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული, ამიტომ გაიცათ ეს უფრო დახვეწილად წავა. წელს ეს არის პირველი მცდელობა ამ შემთხვევაში, რომ ასეთი ფორმით მოხდეს პროექტების განხილვა და შერჩევა. გასაგებია, დიდი მადლობა, ასევე საინტერესოა წინა წელთან შედარებით რამდენად გაიზარდა ასეთი სახის პროექტების დაფინანსება, თუმცა ამის შესახებ ჩვენ რეკლამის შემდეგ შევიტყობთ. გადაცემა ბიზნესის დრო კვლავ ეთერშია. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენ ჩემს სტუმარს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი არის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და ბატონ თენგიზ, რომ დავაკონკრეტოთ ეს თემა, რომ ბოლომდე ამოვწიროთ, ახალ ის მიმართულებები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, აქ არის წყალმომარაგება, აქ არის გზების მშენებლობა, ახალ პროექტებზეა საუბარი მხოლოდ თუ მოხდება ძველი, ანუ ძველი იგივე წყალსადენები, იგივე ძველი გზები, რომელიც არანაკლებ პრობლემურია, მათი რეაბილიტაცია ან თუ არის ამ პროექტით განსაზღვრული ესეც? ასაკურული აქვს საუბარი არის ახლის შექმნაზეც და საუბარი არის რეაბილიტაციაზე. რაც შეეხება იმ პროექტებს, რომელიც 2012 წელს დაიწყო ამ საბიუჯეტო მუხლით და გარდამავალია თავის შინაარსით, ის არ შევა 200 მილიონში, ის დამატებით ჩვეულებრივად გაგრძელდება, რაც დაწყებული იქნა 2012 წელს გარდამავალი პროექტები. ამ შემთხვევაში უშუალოდ ამ სახსრებში ათვალისწინებული იქნება როგორც რეაბილიტაცია, ასევე ახლის შექმნა ასაკურული. როდესაც საუბარია იმის შესახებ, რომ 2-3 წლის წინ გაკეთებული გარკვეული პროექტები უხარისხოთ გაკეთდა იგივე გზებთან დაკავშირებით, იგივე წყალსადენებზე, დგას თუ არა დღის წესრიგში, რომ მათი ხელახლა რეაბილიტაცია მოხდეს, გადაიხედოს და ასე შემდეგ, ანუ თუ არის გათვალისწინებული ესეც? იცით რა არის, აქ შემოვა საპროექტო განაცხადები და შესაბამისად ინდივიდუალურად იქნება განხილული. ჩვენი მთავრობის მთავარი განსხვავება არის ის, რომ ჩვენ არ ვზომავთ წყლის მილების სიგრძით და გზების კილომეტრების სიგრძით ჩვენს პროექტებს. ჩვენ ვზომავთ იმ ადამიანთა რაოდენობით, რომლის მდგომარეობაც უმჯობესდება, ვისაც არ ქონდა წყალი და ექნება წყალი, ვისაც არ ქონდა გზა და ექნება გზა. შესაბამისად,
თუ სადღაც რაღაცა გაკეთდა, მაგრამ ადამიანებს არ აქვთ წყლის მოხმარების საშუალება, ეს შეცდოს, რომ იქ ჩასატარებელია შესაბამისი სამუშაოები. ანუ ხელახლა არის ჩასატარებელი სამუშაოები. ინდივიდუალურად გავიხსენოთ, ჩვენი თავარი ამოცანა არის, რომ საქართველოში თანდათანობით ვიაროთ იქამდე, როცა არც ერთი ოჯახი უკავიათ არც ერთი ოჯახი არ იქნება მინიმალური კომუნალური სერვისების გარშემო. ეს სასაკრებულო 1 და 2 წელიწადში ვერ მოგვარდება, ამას დიდი ფინანსური რესურსები უნდა, დრო უნდა. ამიტომ ყველა მიმართულებით, როგორც ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტის ხაზით, ასევე ამ პროექტის ხაზით, ასევე სოფლის ხარდაჭერის ხაზითაც ჩვენ აქცენტებს ავიღებთ იმაზე, როდესაც რაც შეიძლება მეტი მოქალაქე მიიღებს იმ სერვისს, რომელიც უკვე აღარ ითვლება ფუნქციონების საგნებად. დასაქმდებიან თუ არა ადგილობრივი კადრები. მუნიციპალიტეტები მას შემდეგ რაც გათვლილი რამდენ ადამიანზეა? მას შემდეგ რაც გადაირიცხება თანხები მუნიციპალურ ბიუჯეტში, ისინი სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად ატარებენ შესყიდვებს და შესაბამისად მე ვფიქრობ აქ არ არის იმდენად მსხვილი პროექტები, რომ მაინც და მაინც საერთაშორისო კომპანიები იყვნენ ამით დაინტერესებული, ეს უპირატესად მაინც ადგილობრივი კომპანიებით მოხდება და შესაბამისად დღეს შესაძლებლობასაც იძლევა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა, იმ კანონმდებლობით მოხდება შესყიდვები. წინა წელთან შედარებით რამდენით მეტის დახარჯვას გეგმავს ახალი ხელისუფლება? რა არის ამ ბიუჯეტის მუხლის ხაზით რამდენიმე ასეული მილიონი იყო ხოლმე ზოგადად. ეხლაც არის 459 მილიონი. მაგრამ ეს სიხარჯებოდა ხშირად სალკეული სამინისტროების ხაზით, ხშირად ვერც კი მიაკვლევ რეალურად სად იხარჯებოდა ეს თანხა. რეალურად 60 მილიონი იყო ის თანხა, რომელიც აი ამ წარმოდგენილი მოსაზრების საფუძველზე იხარჯებოდა ხოლმე რეგიონებიდან, მაგრამ ეს იყო წარმოდგენილი მოსაზრება, როდესაც მაჟორიტარიან გამგებელი დაწერდა, რომ აი მე მინდა ამის გაკეთება. მე წლის ბოლოს შეატყობდა, რომ თლიანად არ დამჭირდა ეს თანხა და მოდი კიდე ამას გავაკეთებ და აბსოლუტურად ქაოტური და არასისტემური პროცესი აი ამ ფორმატში, ესეც უსისტემობაში. დანარჩენი უსისტემო იყო, მაგრამ ამ კუთხით იხარჯებოდა დაახლოებით 60 მილიონი. ეხლა არის საუბარი 60-ის ნაცვლად 200 მილიონზე და საუბარია დეტალურად გაწერილ პროცედურებზე. გასაგებია და თითო მიმართულებაზე რამდენი დაიხარჯება სამი პრიორიტეტული მიმართულება. ამას ვერ გეტყვით, ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც პროექტები შემოვა. განხილული იქნება და მომზადდება რეკომენდაციები, რათა მთავრობამ დაამტკიცოს საბოლოოდ ფულის გადაგება. ეს იქნება ფონდიდან გამოყოფილი თანხა. ეს ფონდი საიდან ივსება? ეს ბიუჯეტის თანხა. ეს არის რეგიონში განსახორციელებული პროექტების ფონდი, რომელიც ბიუჯეტში, დამტკიცებულ ბიუჯეტში ზის. ბიუჯეტის მუხლია, ასე ვთქვათ, შესაბამისად. დონორთა თანხები არ შედის ამაში? ამაში დონორთა თანხები ეს არის საბიუჯეტო სახსრები. ნუ ახლა დონორთა სახსრები ჩვენი ბიუჯეტის პრინციპიდან გამომდინარე ის მოიცავს ზოგიერთ ისეთ სახსრებს, რომელიც არამიზნობრივია შემოსული. იგივე წყალმომარაგება ვიცი, რომ საკმაოდ სერიოზული თანხებს გამოყოფს, სერიოზული თანხებია დონორების მიერ გამოყოფილი, იმისათვის რომ რეგიონებში მოხდეს. რასაკურველია, ახლა უნდა განვასხვაოთ არსეოს კრედიტები, რომელიც კონკრეტულ ბიზნესს ემსახურება, გრანტები, ეს ასეთი სახსრები არ არის, ეს არის ბიუჯეტის საერთო შემოსულობებიდან გათვალისწინებული ხარჯები, რომელიც არის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. გასაგებია ასევე ადგილობრივი, ანუ როგორც მე მივხვდი, ადგილობრივი თვითმმართველობები საკმაოდ აქტიურად იქნებიან ამ პროექტში. არა მარტო ადგილობრივი თვითმმართველობები, არამედ გათვალისწინებულეს, მათ უნდა მოაწყოს გარკვეული საჯარო განხილვა, ეხლა დრო კი ცოტა, მაგრამ საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არ იქნება მარტო გამგებლის ან მაჟორიტარის, ანუ თითოეულ პროექტზე უნდა მიიღოს საკრებულომ გადაწყვეტილება, უნდა წარმოადგინოს თუ რაიმე საჯარო განხილვა ჩაატარა მისი ამსახველი მასალები, რეკომენდირებულია თუ იქნება ამ საარჩევნო ოლქის მაჟორიტარის რეკომენდაცია, თუმცა ეს არ არის სავალდებულო, მაგრამ ეს რაღაც დამატებითი არგუმენტია ჩვენთვის. ანუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა წავიდეთ კონსენსუსისკენ, როცა რაღაც პროექტების წარმოქმნა ხდება, რათა ჩვენ გქონდეს უფრო მეტად შეფასების საშუალება. კიდევ ერთი კითხვა იმასთან დაკავშირებით, დღეს გაავრცელდა მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა რამდენიმე პროექტს აღარ განახორციელებს. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი საუბარი არის თბილისში მარშალ-გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი დაკიდულ ხიდზე, რომლისთვის იყო გათვალისწინებული 80 მილიონი და თუმცა თქვენ თბილისის მასშტაბით ეს პროექტები, რომელიც ხორციელდება, ეს თქვენი კომპეტენცია არ არის? ჩვენი სამინისტროს კომპეტენცია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ექვემდებარება ჩვენს თვითონ იმ პროექტში. საუბარია ბათუმის ერთ-ერთ პროექტზეც, რომელიც ბათუმში უნდა განხორციელებულიყო და ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა თბილისის მერია, რომელმაც განაცხადა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მოითხოვს, რომ გარკვეული
გადახედვა მოხდეს ამ გადაწყვეტილების და თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით? კი ბატონო, ამ პროექტებთან დაკავშირებით იმჟელა მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურო კულტურის საბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაცილებით ოპტიმალურია, რომ შეერჩეს სხვა პროექტები. ნეტა მაშინ როდესაც ხდებოდა ქუთაისში პარლამენტის შენობა, ბათუმში გაურკვეველი ტაუერის და შემდეგ შენობებით, მაშინ ყოფილიყო მუნიციპალური განვითარების ფონდში ის ხალხი, რომელიც ამ აბსოლუტურად უმიზნო და ფლანგველურ პროექტებს დაბლოკავდა. ეხლა გადაკიდული ხიდის გაკეთება თბილისში, როდესაც შეიძლება გაცილებით მეტად სასარგებლო პროექტები გამზადეს კონკრეტული მოქალაქეებისთვის თბილისში თუ სხვა რეგიონებში, რასაკროლია ჩვენ გარდა იმისა, რომ გადაიხედა სულ რაღაც 1-2 პროექტი, როცა მუნიციპალური განვითარების ფონდი ათეულობის პროექტს ახორციელებს. აქედან გადაიხედა სულ რამდენიმე და ჩვენ გქონდა დიდი ქალაქების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, რათა წარმოდგენილი იქნას შედარებით რომ მსხვილი პროექტები უშუალოდ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, რათა ის სახსრები, რომელიც გამოთავისუფლდა, განხორციელდეს იგივე თბილისში თუ ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ბათუმში რაღაც მსხვილი პროექტები, რომელზეც საუბარი არის, იგივე მეწეღან ვახსენე, კიდევ საუბარია ბათუმში 2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის ეგრეთ წოდებული ოქროს ქვიშით მომარაგება და ასე შემდეგ. კიდე ასევე ხიდის პროექტი, რომელსაც თბილისი-ლესელიძის ტრასა მცხეთასთან დაეკავშირებინა, გაუქმებულია საბოლოოდ და შესაძლებელია აღარ გადაიხედოს. რომელი ტრასა? საუბარია თბილისი-ლესელიძის ტრასა მცხეთასთან უნდა დაეკავშირებინა. ნუ იქ შესაძლებელია განხილული იქნას ალტერნატიული ვარიანტები ტრასასთან დაკავშირებით. ახლა ოქროს ქვიშებზე ასე ვილაპარაკებ, ეს არის ერთი ქვეყნის თავარი ყოფილი არქიტექტურის ახირება ბჭყალებში რო თქვათ. ახლა ოქროს ქვიშებზე ათეულობით მილიონების ხარჯვა ასეთ ტიპის პროექტებზე, კი ეს მთავრობა ასეთ პროექტებზე უამრავ სახსრებს, რომელიც არის საკრედიტო, ეს არის კრედიტი ყველაფერი. ჩვენ დაგვხვდა სამინისტროში ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც არის კრედიტი და ჩვენი შვილების ვალდებულება, სადაც გაურკვეველია ხარისხობრივი საკითხი. ანუ კრედიტის გადახდის ვადა ხანდახან სამჯერ აღემატება იმ ვადას, ამ პერიოდში გაფუჭდება ეს პროექტები ხარისხობრივად იმდენად სულად არის გაკეთებული. დაგვხვდა ძალიან ბევრი პრობლემები. ჩვენ პირველ რიგში პროექტების შერჩევის მექანიზმს ხვეწავთ. გაიცათ გაცილებით უფრო დახვეწილი გექნებთ, რომ წელს ახლა ჩვენ მუშაობთ, როგორ გავაკეთოთ ეს უფრო ობიექტური მათემატიკური მექანიზმებით, შეფასების ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე გაიცათ გაცილებით დაიხვეწება. წელს უბრალოდ დავიწყეთ იმით, რომ პირველ რიგში გაუაზრებელი პროექტებზე ვთქვა თუ არის, რომელიც არის ძალიან მცირე რაოდენობის, მაშინ როდესაც ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც დაწყებული იყო, ან იგეგმებოდა დაწყება, ჩვეულებრივად ხორციელდება და ვადებში განხორციელდება გაცილებით მეტი ვიდრე გასულ წელს. 180 მილიონით მეტი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მარტო ჩვენი სამინისტროს ხაზით და ასევე შესაბამისად დაიხარჯება ეს 200 მილიონი, რომელიც გათვალისწინებული რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდით, დაიხარჯება სოფლის ხარდაჭერის პროგრამით 50 მილიონი, დაიხარჯება შაშან დაწყებული მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული სარკეულ პროექტებზე დამატებით სახსრები, რომლის გარდამავალ წელს გაგრძელდება. ანუ პროექტები გაგრძელდება და გაფართოვდება, უბრალოდ ამ პროექტების შერჩევის მექანიზმი და ხარისხობრივი მექანიზმები, ეს მექანიზმები მიიღოს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობის სახეს, როგორც მოქალაქეების მხრიდან, ასევე იმ მეთოდოლოგიის მხრიდან, რომელსაც იყენებს თანამედროვე დასავლეთი. ბოლო კითხვა მექნება ხარისხთან დაკავშირებით, თქვენ ხშირად აკრიტიკებთ წინა ხელისუფლებას, რომ გარკვეული პროექტები უხარისხოდ განხორციელდა. თქვენ მონიტორინგის რა სისტემა გაქვთ იმისათვის, რომ იგივე არ განმეორდეს და ხარისხიანად წარიმართოს? ჩვენ ვართ ძალიან ცუდ დღეში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაგალითად გზის საკითხი, ხო, საქართველოში აღიარებულია მსოფლიოს 47 ქვეყნის გზის სტანდარტი. ანუ 47 ქვეყანა რო ავიღოთ ნუსხა, ნებისმიერი ქვეყნის სტანდარტით შეიძლება ამის გაკეთება. ეს არის წარმოუდგენელი, არ გაგვაჩვენეთ ჩვენი სტანდარტები, ამიტომ ჩვენ საწყის ეტაპზე ნოემბერშივე მთავრობას შევატაინეთ მთავრობის ერთ-ერთ აქტში ცვლილება, რომელთაც გამონაკლისის წესში ჩვენი სამინისტროს გავიდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩვენ სამინისტროს უსასყიდროდ უკეთებს ხარისხობრივ შეფასებას, მაგრამ რო შეაფასოს სამხარაულის ბიურომ რა შეადაროს, სტანდარტები არ არის 47 ქვეყანა შეადაროს, ამიტომ მას უწევს, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, იმ ხელშეკრულებასთან რამდენად შესაბამისობა არის ამ სტანდარტის. თლიანობაში, როდესაც არ გვაქვს ადგილობრივი სტანდარტები არაფრის, აბსოლუტურად უცნაურ მდგომარეობაში დონორი ვინც არის, ყველა აკეთებს თავის სტანდარტით. ერთი გზა შეიძლება გაკეთდეს სოფლიო ბანკს რა სტანდარტიც უნდა, მეორე გაკეთდეს აზიის განვითარების ბანკის, ანუ სრული ქაოსი ამ სფეროში, და როცა არ გვაქვს რაღაცა ტიპის ეტალონი, შედარება ძნელი. ამიტომ ჩვენ გვიწევს, აი, რა სტანდარტითაც დაგეგმილია გაკეთება ხელშეკრულებით, იმას რამდენად შეესაბამება, მხოლოდ მაგის შეფასების საშუალება აქვს, ჩვენ შერჩევითად დავიწყეთ შეფასება. სისტემის შემოღება ხომ არ იგეგმება? რასაკროლია იგეგმება, რასაკროლია უნდა მომზადდეს სტანდარტები, რომელიც
რომელიც იქნება ამ ქვეყანაში ერთად მიღებული და რომელთა შესაძლებლობაც იქნება. ეს არ არის ეს მარტივი ერთდღიანი პროცესი, მუშაობა საჭიროებს და ამ მხრივ მიდის მუშაობა ჩვენს დასავლურ კოლეგებთან ერთად. დიდი მადლობა თენგის, მადლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგის შერგელაშვილი გახდათ ჩვენი სტუმარი, გისურვებთ წარმატებებს. გადაცემაში რეკლამის თუ რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე სხვა თემებით დავბრუნდებით. ეთერშია გადაცემა ბიზნესის და კიდევ რამდენიმე ინფორმაციას გაგაცნობთ. დღეს ცნობილი გახდა როსპოტრებნაძორის სპეციალისტების საქართველოში ვიზიტის სავარაუდო თარიღი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს 21-25 თებერვალს ეწევა, რაც შეეხება მათი ჩამოსვლის გადადების მიზეზს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს ორგანიზაციული საკითხების გაჭიანურებამ განაპირობა. გენადი ონიშენკო კი ინტერფაქსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართულ მხარესთან უკვე შეთანხმებულია ინსპექციის მარშრუტი, რომელშიც ყველა მინერალური წყალი, მათ შორის ნაბეღლავი და ბორჯომი შევიდა. საქართველოს-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცეტმა ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაცია დააფუძნა, როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა, გაერთიანება ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რუს პარტნიორებთან ურთიერთობასა და ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაში შეუწყობს ხაზს. ღვინის მწარმოებელი კომპანიები კი მიიჩნევენ, რომ ასოციაცია მათი ინტერესების დასაცავად კარგი საშუალება იქნება. ჩვენი კომპანია საქართველოს-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი მათ გაუწევს კონსულტაციებს და კოორდინაციებს მხოლოდ და შევეცდებით მაქსიმალურად მათ შევუწყოთ ხელი მათ ინფორმირებულობას, მათ კონტაქტების განვითარებას, რუსეთში სწორი პარტნიორების ნახვას და მომავალში ბიზნესის წარმატებით განხორციელებას. მივესალმები ასოციაციის შექმნას. ჩვენ რა თქმა უნდა ეხლა უკვე 10 კომპანია ვართ. შევთანხმდებით წესებზე, როგორ უნდა გავაგზავნოთ, რა პარტიები უნდა გავაგზავნოთ, რა ფასებში. ეს უნდა იყოს ყველა 10 ფირმის შეთანხმება, რომ წარმატებულად დავიწყოთ პირველი დაწყება. კიდევ ერთი ასოციაციის შექმნის შესახებ ამჯერად უკვე მსხვილი უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები ერთიანდებიან. ასოციაციის პირველი ამოცანა კი აქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების რეგულაციის გაუქმებისკენ ან შეცვლისკენ იქნება მიმართული. და წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს დავით გიგაია, აკვაგეოს გენერალური დირექტორი და ასევე ვახტანგ ლაღიძე, კოკა-კოლა ბოთლს ჯორჯიას აღმასრულებელი მენეჯერი. მოგესალმებით ბატონებო, ბატონ დავით, მოგესალმებით ბატონ ვახტანგ, დიდი მადლობა რომ მოგზავნით და მონაწილეობთ გადაცემაში. ჩვენ ამ თემას რამდენიმე თვის წინ დავუთმეთ დრო, დაახლოებით 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ თემამ წამოიწია, თუმცა მაშინ მოხდა საკითხის გადავადება. დღეს ეს თემა კვლავ გახდა აქტუალური, ანუ გამოდის რომ შესაძლებელია ახლოს მომავალში ძალაში შევიდეს ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე, ანუ გასული წლის თვალსაჩინო მაისში იყო მიღებული. მოგესალმებით, ტელემაყურებელს. მართალი ბრძანდებით, მიმდინარე ეტაპზე საკითხი გადადებულია ბატონი ფინანსთა მინისტრის მიერ. საკითხი გადადებულია 1 მარტის მდგომარეობით და რეალურად 1 მარტის შემდგომ როგორ განვითარდება ამ საკითხის გადაწყვეტილება ჩვენთვის დღეს უცნობია, ანუ ცნობილი არ არის. ამიტომაც ეს საკითხი გახდა ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დასახელდა ასოციაციის მიერ და იქნა დღეს წამოყენებული, ვინაიდან იმ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, რასაც ქვია ასოციაციის მეშვეობით საექსპორტო ბაზრების მიმართულებების განვითარება, რასაც ქვია ასოციაციის პოტენციალის გამოყენება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თვალსაზრისით არის აგრეთვე ერთ-ერთი მიზანი ადგილობრივი რეგულაციებისა და საკანონმდებლო აქტების მიმართ ასოციაციის ფარგლებში აზრის დაფიქსირება და თავის პოზიციის გამოხატვა. ეს იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ გაცხადებული მიზნებისაგან და დღეს რეალურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველა მსხვილ არაალკოგოლური სასმელების წარმოებულს გვაწუხებს, ეს არის ზუსტად ელექტრონული მარკირების ბედი, რა ბედი ეწევა ამ გადაწყვეტილებას და როგორ იქნება ეს საკითხი გადაწყვეტილი. მე მოგვიანებით გაგაცნობთ ფინანსთა მინისტრის სამინისტროს განცხადებას და პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მანამდე მოდით ბატონო ვახტანგ თქვენთან გადმოვალ კითხვით, ანუ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოყვეს ამ გადაწყვეტილებას? იცით რა არის? თვითონ როგორც ესეთი მარკირების საკითხი
სოფლიო პრაქტიკაში და განვითარებულ ქვეყნებში არ გამოიყენება უალკოჰოლურ სასმელებზე და მინერალურ წყლებზე და მტკნარ წყლებზე, იმიტომ რომ მაშინ ჩვენთან აი რატო დადგა დღეს წესრიგში, მაინც ჩვენ არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო შარშან და დადგა საკითხი, რომ მოხდარიყო მარკირება. ესე იგი, ეს ითვალისწინებს ბოთლზე ან რაღაც გამოშვებულ ერთეულზე მარკირებას, რომელიც შემდეგ უნდა მოხდეს მისი აღრიცხვა, წაკითხვა და არის ეს გამოშვებული ამა თუ იმ საწარმოოს მიერ. პირველი თემა იყო, რომ ეს არის ფალსიფიკაციასთან ბრძოლისთვის. დიახ, სწორედ ეს დასახელდა ერთ-ერთი მოტივაცია. არ ვიცი, ჩვენ თვლით ახლა საკმაოდ გამოცდილება გვაქვს ამ თემაში და ისეთი კომპანიებია გაერთიანებული. თქვენ უკვე ჩამოთვალეთ და საკმაოდ დიდი კომპანიები საქართველოსი და საერთაშორისო გამოცდილების კომპანიები ეგეთი რაღაც არ ხდება, იმიტომ რომ ეს არ არის დაცვა ფალსიფიკაციისგან. ეს არის ცალსახა. ამას არავითარი დადებითი ის არ აქვს ფალსიფიკაციასთან ბრძოლასთან. შემდგომი თემა იყო დასახელებული, რომ აღრიცხვიანობის მოწესრიგებისთვის. დღის მდგომარეობით აღრიცხვიანობა საკმაოდ მოწესრიგებულია საქართველოში, იმიტომ რომ შემოსული არის ელექტრონული ფაქტურები და მაღაზიებს სხვანაირად ვერ მოემსახურები, თუ ეს ფაქტურები არ იქნა და არ ეცნობა საგადასახადო ინსპექციას და შემოსავლების სამინისტროს რომ მოხდა ამა თუ იმ პროდუქციის გადატვირთვა და გაყიდვა, ასე რომ ეს თემაც მოხსნილია. გარდა ამისა, ვაკეთებთ იმას, რაც გვაქვს ჩვენ სულ ყველას, აი იმ კომპანიებს, რომლებიც ვართ წარმოდგენილი ამ ასოციაციაში. ის აღრიცხვიანობა ხდება ჩვენთან, იმიტომ რომ ეს ჩვენი ხაზები არის თანამედროვე ხაზები, მაღალი წარმადობის ხაზები, ესენი არის სპეციალურად გამოშვებული, იქ არის ისე ჩადებული ისეთი მექანიზმები, რომ იქ შეუძლებელია რაიმე დარღვევის ხარისხზე ვამბობ, ან რაღაც სხვა ესეთ თემებზე. ასევე აღრიცხვიანობა. ყველასა აქვს ბრიცხველი. თავისუფლად შეუძლია დაუშვათ, რომ იგივე მეორე ამისი აუცილებლობა რეალურად აცხადებს დღეს არ არსებობს, რომ მოხდეს ამ აქციზით მარკირება. მე ვიტყოდი, რომ აუცილებლობის დანახვა ეს უფრო სახელმწიფოს პრეროგატივაა, ის რასაც ჩვენ ვამბობთ და რა მესეჯიც გვინდა მივიტანოთ, ეს არის ის, რომ იმდენად მნიშვნელოვანია სწორ რეგულირებების შემოღება საქართველოს არა ალკოჰოლურ სასმელებისა და ალბათ სხვა დარგებშიც, მაგრამ ჩვენი დარგი განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქოს ეგეთი ტიპის ცვლილებებს, ვინაიდან თითოეული თეთრით საქონლის გაძურება იწვევს. რამდენით გაძურდება პროდუქცია? სავარაუდო საშუალო თავის დროზე დასახელდა 2-3 თეთრი ასე ვთქვათ. სხვადასხვა მწარმოებლებისათვის, ანუ ნატურალური მინერალური გაზიანი წყლის შემთხვევაში ეს არის 5.5 ევროცენტი 1000 ბოთლზე, ან დაახლოებით 9.5 ევროცენტი გამოდის ბოთლის მოცულობაზე და მე მინდა იმის თქმა, რომ იმდენად მაღალია ამ ადმინისტრების საფასური, რომ მან შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო გაყიდვა. გასაგებია. და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ განსაკუთრებით იქ სადაც ვლაპარაკობთ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე, ანუ ამ შემთხვევაში არა ალკოჰოლური სასმელები არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით მიუდგეთ დამატებით რეგულაციას და დამატებით დაბეგრვის რეჟიმების შემოღებას ამ სექტორის წარმოებლებისათვის. ჩვენ გვაქვს ძალიან არა წარმატებული მაგალითები, როცა 2010 წელს ძალიან ესეთი დადებითი მიზნებისათვის ყოველ შემთხვევაში დეკლარირებული SSA იყო, იქნა შემოღებული საფასური მოსაკრეფელი ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის. ანუ დეკლარირებული მიზნები იყო, ესე ვთქვათ, აუთვისებელი რესურსების, აუთვისებელი ლიცენზიების გაუქმება. შედეგად მივიღეთ ის, რომ მილიონ ლარამდე მაგალითად ჩვენ საწარმოს აქვს გადახდილი აუთვისებელი რესურსების პირობებში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა სამშენებლო პერიოდი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ის მილიონი ლარი არ იყო რაღაც წასული ფული, ეს იყო ინვესტორის მიერ გამოყოფილი თანხები იმისათვის, რომ დამატებით საამქრო შექმნილიყო, დამატებით 30-50 ადამიანი დასაქმებულიყო და გრძელვადი ამ პერიოდში ეს გაცილებით უფრო კარგ შედეგს მოგცემდა. ჩვენ პრაქტიკულად 2014 წელს ვგეგმავთ იმის გაკეთებას, რაც თავის დროზე 2011 წელს არ მოგვეცა, ზუსტად იმის გამო, რომ ესეთი ტიპის რეგულირება იყო შემოღებული. გასაგებია. ანუ მნიშვნელოვანია, რომ როცა ლაპარაკობთ, მე მაპატიეთ უნდა შეგაწყვეტინოთ გადაცემაში, ხა რეკლამის რო ჩვენ რეკლამის შემდეგ ამაზე აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს.
გადაცემა ბიზნესის დრო კლავ ეთერშია დავით გიგაია აკვაგეოს გენერალური დირექტორი და ასევე კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯიას აღმასრულებელი მენეჯერი ვახტანგ ლაღიძე ჩვენი გადაცემის სტუმრები და საკმაოდ საინტერესო მომენტზე შევჩერდით ჩვენ თუმცა მანამდე მე დაპირებული ფინანსთა სამინისტროს განცხადების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციად კონკრეტულად მთავარი საფინანსო უწყება უარყოფს ინფორმაციას თითქოს სამინისტროს უკვე დადგენილი აქვს იმ ალკოჰოლო სასმელების ჩამონათვალი, რომლებმაც უნდა გაიარონ მარკირება ამ საკითხზე, მუშაობა სწორედ მეწარმეებთან კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობს. მოდით დავასრულოთ აზრი. თქვენ გადაიხადეთ თანხა, რომელიც წავიდა ბიუჯეტში, ხო? ეს თანხა წავიდა ბიუჯეტში და აქ მინდა ზუსტად ზღვარი გავლა, ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვარ და ბუნებრივია ჩვენც გვინდა რომ გარკვეული წელი შევიტანოთ და მიუხედავად იმისა, რომ ეს გადასახადი იყო ძალიან რთული კომპანიისთვის, რომელიც ჯერ არ მუშაობდა. იქ იყო ეს მომენტი, რომ რამდენად სოლიდური იყო. ეს იყო დაახლოებით $1,000,000 ლარამდე თანხა, წარმოიდგინეთ ეს თანხა რამდენად მნიშვნელოვანია აუმუშავებელი საწარმოსთვის, ხო? იმ რესურსისთვის, რომელიც ჯერ არ არის გამოყენებული. შესაბამისად, მიუხედავად ამ ყველა უარყოფითი, ესე ვთქვათ, მომენტისა, იყო ერთი დადებითი მომენტი, რომ ეს თანხა მიდიოდა საქართველოს ბიუჯეტში, ამ საბოლოო ჯამში ეს თანხა ხმარდებოდა ისევ საქართველოს მოსახლეობას და ისევ ხმარდებოდა საქართველოს მიზნებისათვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საუბრობთ ხა სიგმას გადასახადზე და აი მარკირების გადასახადზე, აქ უნდა გვესმოდოს, რომ ეს თანხა არ მიდის საქართველოს ბიუჯეტში, ეს მიდის შვეიცარიული კომპანიის კერძო ანგარიშებზე, რომელიც მერე საბოლოო ჯამში მოხმარდება იმ კომპანიის განვითარებას და ეს არის ადმინისტრიული საკითხი. ვინც უნდა განახორციელოს მარკების დასახადს. ვინც უნდა განახორციელოს მარკების გადასახადს. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ გაახმოვანთ ხა ფინანსთა სამინისტროს ბატონი მინისტრის პოზიცია ამასთან დაკავშირებით და მინდა ვთქვა რომ ძალიან დადებითი ნაბიჯები იქნა გადადგმული ამ მიმართულებით, ანუ დიალოგის მიმართულებით, ესე ვთქვა, მთავრობასა და ბიზნესის თვალსაზრისით, როდესაც ჩვენ დაგვიძახეს ფინანსთა სამინისტროში და გთხოვეს ჩართვა ამ საკითხების განხილვაში. ანუ რეალურად იკითხეს აზრი, თუ რას ფიქრობენ ამ დარგის სპეციალისტები. და ხა ზედმეტი, ესე ვთქვათ, მორიდებისა და თავშეკავებულობის გარშე მინდა ვთქვა, რომ ამ დარგში მომუშავე სპეციალისტები, ამ 6 კომპანიის და სხვა კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და სპეციალისტები მართავენ დღეს ამ ბიზნესს. ესენი არიან ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტები ამ დარგის. და თუ ჩვენ გვინდა რომ რეალურად დარგს ხელი შეუწყოთ, ეს დიალოგი არის აუცილებელი და ჩვენ ხოლმე და ხოლმე მივესალმებით ბუნებრივია რომ თქვენ თუ ხართ ჩართული ბატონო ახლა ამ დიალოგში, როგორ აფასებთ კომუნიკაციას, რომელიც რამდენად საკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს გარკვეული საკითხების ისე დარეგულირება, როგორც მისაღები და მონგებიანი იქნება, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე მეწარმისთვის, ისე იცით რა არის, ორი თვის წინ ქონდა შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან და დაიწყო განხილვა თემის. მე ერთ რაღაცაში დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ალბათ გადაწყდება ისე, როგორც უნდა გადაწყდეს, იმიტომ რომ წარი არის ეს ჩვენი აზრით ყველასი და ალბათ ყველა ამაზე მივალთ საბოლოო ჯამში, მაგრამ თავარი არის ის, რომ ეს კანონი რო იყო გამოცემული, იყო რაღაც ისეთ იმპერატიული იმითი გამოცემული, რომ აი ეს უნდა შესრულდეს. ეხლა პოზიტიური ის, რომ მიდის ამაზე განხილვა, მიდის ამაზე მუშაობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ფიქრობენ ეხლა და დატოვონ შეცვალონ რა ისქნან რა შემდეგი ნაბიჯები გადადგან ამასთან დაკავშირებით და თავის დარწმუნებული ვარ რომ გამოვა, იმიტომ რომ შეუძლებელი 1 მარტიდან შესაძლებელია არ ამოქმედდეს ეს 1 მარტიდან მე ვფიქრობ რომ ტექნიკურადაც ვერ ამოქმედება, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ მოესწრება 1 მარტიდან თავისთავად არა მარკების დამზადება აჭირდება, ამას ჭირდება იმ დანადგარების გაშვება, დამონტაჟება და ასე შემდეგ. ანუ ეს კიდევ დამატებით ხარჯებს იწვევს. ზოგიერთ საწარმოში დამონტაჟებულია, ჩვენთან არ არის მაგალითად დამონტაჟებული, მაგრამ ამას არ აქვს ესეთი არსებითი მნიშვნელობა. მე ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება არის ის, რომ აქვს სურვილი რომ გააჯობესონ ბიზნეს გარემო, აქვს სურვილი იმისი რომ ქვეყანა განვითარდეს და ალბათობა რომ გადაიხედება ეს გადაწყვეტილება დღესდღეობით არსებობს. ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით განწყობა ასე თუ ისე ფინანსთა სამინისტროსი ბატონი მინისტრი და იმედი გვაქვს რომ გადაწყვეტავს. სანამ გადაცემას დავასრულებდით, მოდით მოვისმინოთ ექსპერტის კომენტარიც, რას ფიქრობენ ექსპერტები ამ საკითხთან მიმართებაში. ეს
ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს დამატებით ხარჯებს კომპანიებისთვის, რაც აუცილებლად აისახება პროდუქციის ფასზე. ის მიზანი, რაც ფინანსთა სამინისტროს ჩადებული აქვს ამ ცვლილებაში, მე ვფიქრობ, რომ სხვაგვარად შეიძლება მოგვარდეს. თუ ფინანსთა სამინისტროს აქვს ეჭვი, რომ რომელიმე კომპანია აკეთებს ფალსიფიკაციას ან არ აღრიცხავს საკუთარ პროდუქციას, მას შეუძლია ელემენტარულად შეამოწმოს ეს კომპანიები. თუ ზოგადად ბაზარზე არსებობს ფალსიფიკაციის პრობლემა, თვითონ კომპანიები მიხედავენ, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ექსპერტებიც ასე ფიქრობენ, რომ აღრიცხვიანობის საკითხი ის რაც თქვენს გააჟღერეთ, ისედაც შეიძლება მოგვარდეს და ეს მხოლოდ გამოიწვევს კომპანიისთვის ზედმეტ ხარჯებს და ყოველ შემთხვევაში არასამართლიანად მიიჩნევს ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე, რომ ამ ეტაპზე მოხდეს ამ გადასახადის მოსაკრებელი უბრალოდ ეს აქციზური მარკირება მარკირების გადასახადის სავალდებულო გადასახადი. გისურვებთ წარმატებებს, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზავნით და იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მივადევნებთ ჩვენ ამ საკითხს თვალს და თუ რა თქმა უნდა რაიმე ცვლილებები მოხდა, მე იმედი მაქვს რომ კიდევ გვექნება ჩემი ეთერის საშუალებით ამ თემაზე საუბარი. მადლობა რომ მოგზავნით და გამონახეთ დრო გადაცემა ბიზნესის დრო დასრულებულია, მე ხვალამდე გემშვიდობებით.